ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე, არის ადამიანი, რომელიც რაღაცა საქმეს აკეთებდა კარგად, ოღონდ სხვასთან იყო დასაქმებული, სხვისი დაქირავებული იყო. და შემდეგ გადაწყვიტა, რომ ბიჭო, სხვასთან მუშაობას, ჩემს საქმეს მაინც კარგად ვაკეთებ. წავალ ახლა და 10 კაცს მომემსახურები, 10-ვე ჩემი მომხმარებელი იქნება და ჩემი ბიზნესი მექნება. ვაის გაეყარა სხვასთან მუშაობას და ვუის შეეყარა, იმიტომ რომ აღმოაჩინა, რომ როცა შენი თავის უფროსი ხდები, შეიძლება თუ შენი თავი შენი უფროსი გახდა, შენ შეიძლება გაიჩნო შენი თავის, შენი სამსახურის, შენი ბიზნესის, შენი მიზნების მონა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვინ სამსახური დატოვა და თავის საქმე დაიწყო, იმაზე მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე სხვასთან მუშაობაში. ტიპებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭო, ამის დამზადება კი ვიცოდი, მაგრამ ადამიანების მოზიდვა ვისთვისაც ამას დავამზადებ, ეხლა ეგეთ ჩემი საფიქრალია და ეს თუნდაც რთული ყოფილა. დაამთავრეს კურსები, ისწავლეს პროფესია, შექმნეს რაღაცა პროდუქტები, დაიწყეს რაღაცა სერვისის შექმნა და აღმოაჩინეს, რომ ბიჭო, ამას კი კარგად ვაკეთებ, მაგრამ ვისთვისაც ვაკეთებ, ეგ როგორ მოვიზიდო? მიხდის რაღაცა საუბრობ? სოციალური ქსელები იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ განავითარო შენი საქმე წარმოუდგენელი სისწრაფით, არა გეომეტრიული სისწრაფით, წარმოუდგენელი სისწრაფით. იმიტომ რომ უნდა გესმოდეთ, ძმო, რამხელა შესაძლებლობების სამყაროში ვცხოვრობთ. უყურე. წარმოიდგინე, რომ ცხოვრობდით ეპოქაში, სადაც რაღაცას რო იტყოდი, თუ გინდოდა რომ სხვებსაც გაიგოთ, კიდე უნდა გეთქვა. ანუ კიდე უნდა გეთქვა ნიშნავს, რომ ეს რაღაცა თუ კაია, ეს რაღაცა თქვი და ღირებულია. ღირებულება მივაწოდე სხვას და ეს კაია, კაი ფაქტია, მაგრამ თუ მინდა რომ კიდე მივაწოდო იგივე ღირებულება სხვას და თუ ჩემი ღირებულება, ჩემი გამოცდილება, ჩემი პროფესია, ჩემი ცოდნა და ამ შემდეგ არის, უნდა ავდგე და კიდე უნდა ვუთხარ ვიღაცას. და კიდე რო ვუთხარი, ცუდი ის არის, რომ კი არ მეზარება, მაგრამ დრო და ენერგია მიაქვს, ცხოვრება გავიდა ამას უბრალოდ და დღეს ცხოვრობ სამყაროში, სადაც ერთხელ რო თქვი, ეს თუ კაია, ცხოვრობ სამყაროში, სადაც ეს პროცესი შეგიძლია უსასრულოდ ამეორო, ისე რომ შენ აღარ იყო ჩართული. ხატო, დღეს შეგიძლია დედამიწას ისე უთხრა შენ შესახებ, უთხრა მათი პრობლემების შესახებ, გაუზიარო შენი გამოცდილება და ეს გააკეთო ისე, რომ ერთხელ რო თქვი ეს მე უბრალოდ ატრიალო, დღეს რამ შესაძლებლობას უშვებ. ცუდია. ძალიან ცუდია. შესაბამისად, რასაც უნდა აკეთებდე, პირველი უნდა გესმოდეს, რომ შენს ნაშრომს, შენს პროფესიას, შენს სერვისს, შენს პროდუქტს, თუ გინდა რომ ამან შენთვის ფულის მოტანა დაიწყოს, უნდა შეგეძლოს ამის შესახებ, ამის ღირებულებების შესახებ, იმ ადამიანების მოზიდვა, ვისთვისაც იმ პრობლემების გადაჭრა. რა პრობლემასაც შენი პროდუქტი წყვეტს, ღირებულია. თუ ადამიანები შენს პროდუქტებში, შენს სერვისებში, შენს შეთავაზებებში დაინახავენ იმაზე დიდ ღირებულებას, ვიდრე ის ფასია, რომელიც მასში გადახდაც უწევთ, ადამიანები სიხარულით გადაგიხდიან ფულს. მიზეზ რის გამოც დღეს რაღაცებს ვაწარმოებთ და ფული არ გვაქვს, არის ის, რომ არ ვიცით როგორ მოვიზიდოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენს პროდუქტებში, იმიტომ რომ მათ ძვირიან პრობლემას აგვარებს, სიხარულით გადაიხდიან ფულს. საქართველოში არავის ფულის ხარჯვა არ უყვარს. ადამიანები სიხარულით იხდიან ფულს ყველაფერში, რაშიც ხედავენ, რომ რასაც შედეგად ღებულობენ, უკეთესია ვიდრე ის ფული, რომელიც მათ აქვთ. რა საინტერესო არსებები ვართ, ამას დაფიქრდე შეიძლება გარეკო და ნახე რატო. ერთადერთი არსება ვართ, რომელსაც აქვს შემოქმედებითობის უნარი. ვართ არსება, რომელშიც ღმერთმა თავისი სული შთაბერა, თავის ხატად შექმნა რაღაცა და ამ რაღაცასაც მისცა შემოქმედებითობის უნარი, იმიტომ რომ შემოქმედმა თუ რაღაცა თავის ხატად შექმნა, ეს რაღაცაც ამ რაღაცაში ჩადო შემოქმედებითობა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანში ჩადო შემოქმედებითობის სხვადასხვა ელემენტი, არც ერთ ადამიანში არ ჩაუდია ყველა ერთად. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ყოველთვის აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მე მჭირდება, შენ ყოველთვის შეგვიძლია შექმნა ისეთი რაღაცა, რაც მე არ შემიძლია რომ შევქმნა, ანუ შენ მე ყოველთვის მჭირდები და მე შემიძლია შევქმნა ისეთი რაღაცა, რაც შენ არ შეგიძლია, იმიტომ რომ ღმერთმა თითოეულ ჩვენგანში ჩადოს შემოქმედებითობა, ოღონდ არავისში ჩაუდია სრულად. აჰა, იმისთვის რომ ესე იგი რეალიზებული ვიყო, უნდა მივხვდე რა
კრეატიული ვარ, ხო აზე ხარ, ანუ შეიძლება მერცხალი ჩემზე მაგარ ბუდეს აშენებს, მაგრამ ეგ მერცხალი 300 და 300 მილიონი წლის წინას ეგეთ ბუდეს აშენებდა. ახალი არ გამოუგონებია ადამიანს, ისევე როგორც ღმერთმა გამოიგონა რაღაცა ახალი, გამოიგონა რა შექმნა, ადამიანში ჩადო კრეატიულობა იმისთვის, რომ შექმნას ისეთი რაღაცები, რაც მანამდე არ არსებობდა. იმისთვის, რომ ჩვენმა შემოქმედებითობა მოგვიტანოს კმაყოფილება, კიდევ ორი დეტალი ჭირდება. გარდა იმისა, რომ შექმნი რაღაცას, რაც შენი შემოქმედებითობის შედეგია, კიდევ მეორე რაღაცა გჭირდება. გჭირდება ამის შესახებ კომუნიკაცია გჭირდება, ანუ კავშირი გჭირდება, ურთიერთობა გჭირდება. ურთიერთობა გჭირდება. უნდა იყოს შემოქმედებითი და უნდა კონდეს ურთიერთობა. და ნახე რა საინტერესოა. უყურე. გახსოვთ ის, შექმნა ღმერთმა პირველ დღეს ეს შეხედა და თქვა კაიაო. მეორე დღეს შექმნა კიდე რაღაცა შექმნა, შეხედა და თქვა რომ კარგი არისო. მესამე დღეს შექმნა, დახედა თქვა კაია. მეხუთე დღეს შექმნა, დახედა თქვა კაია. მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი და პირველად მაგ დროს თქვა რომ აქამდე რაც აკეთა ყველაფერზე იზახა რომ კაია და ბოლოს შექმნა ადამიანი და თქვა რომ არ არის ადამიანის მარტო ყოფნა კარგიო. მიზეზი რის გამოც ღმერთმა იცოდა რომ ადამიანის მარტო ყოფნა კაი არ იყოს, შეიძლება ის არის რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, მაგრამ შეიძლება ის არის რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და ამიტომაც იცოდა რომ მისი მარტო ყოფნა კარგი არ იყო. მისცა მას შემოქმედებითობა და როგორც კი დაინახა რომ არ არის ადამიანისთვის კარგი მარტო ყოფნა, შეუქმნა მეორე. იმიტომ რომ ღმერთს ესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს კმაყოფილებისთვის და კარგად ყოფნისთვის კრეატიულობის გარდა ურთიერთობებს. თუ ხარ კრეატიული, მაგრამ ურთიერთობები არ გააქვს, აზრი არა, რამდენი კაი გამოგონება იცი, რომელიც მართლა კაი იყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მათმა ავტორებმა ხმა ვერ მიიტანეს სხვებამდე, სხვებს ვერ უთხრეს რომ ნახე რა კაი რაღაც გავაკეთეო, ისე მოკვდა ეს გამოგონება რომ ვერ მოასწრეს თქმა. იმისთვის რომ კმაყოფილება და ბედნიერება იგრძნო, ეს მეორე რაღაცაც გჭირდება და ნახე კიდე მესამე რამაგარი რაღაცა გჭირდება. თუ გახსოვთ არა იმიტომ რომ მოესწარით, გახსოვთ შეიძლება იმიტომ რომ სადმე წაიკითხეთ ან მოგისმენიათ. როცა არ აქვს მნიშვნელობა გჯერა, არ გჯერა, არ ვსაუბრობ ამ რაღაცას რელიგიური კუთხით, სულ ერთი არის, გჯერა უბრალოდ რის სამე გჯეროდეს, ეს სამი რაღაცა გჭირდება იმისთვის, რომ იყოს კმაყოფილი კრეატიულობა, ურთიერთობები და შეხედე მესამე რა არის. როცა ადამმა და ევამ შესწოდესო, გაწყვიტეს კავშირი ღმერთთან. და იმის ნაცვლად რომ იფიქრონ, ეხლა ეს კავშირი როგორ აღვადგინოთ და დაიმამდნენ ტიპები. და ღმერთმა იპოვა ლეგვის ფოთლებით. და ძალიან საინტერესო რაღაცაა, პრესა იკაიფეთ რა საინტერესო რაღაცა. ღმერთმა იპოვა ლეგვის ფოთლებით, დამალულები, იმის ნაცვლად რომ კავშირის აღდგენაზე ეფიქრათ და იმალებიან. და ღმერთმა მისცა ყავი, იმისთვის რომ შემოსილიყვნენ. ვინ მისცა? ღმერთმა, ნახე, და იმისთვის რომ ყავი კონდეს რაღაცის, რაღაც უნდა მოკვდეს ჯერ, იმისთვის რომ ყავი გეჭიროს, ხელში და მე ვიღაცას მისცე. როცა ქმნი რაღაცა შენი შემოქმედებითობით, გაქვს ურთიერთობები, მზად უნდა იყო მსხვერპლი გაიყო. ღმერთმა მსხვერპლად შესწირა რაღაც. მსხვერპლ შეწირვა რა არის, როცა ხელს უშვებ რაღაცას, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ არ დაკარგო, ან აღადგინო, ან მოიპოვო ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ღმერთმა მისცა ყავის სამოსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა რაღაცა მოკვდა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ღმერთს ისევ თავისი ინიციატივით აღედგინა. და შენ ღმერთის ხატად შექმნილი ადამიანი. თუ გინდა რომ გძნობდე კმაყოფილებას, უბრალოდ უნდა ნახო შენი შემოქმედებითობის ის ანასკლეტი, შენი არა, ყველაზე მაგარი ეგ არის. ღმერთის შემოქმედებითობის ის ანასკლეტი, რომელიც შენთან მოხდა, შექმნა მისგან ღირებულება, ადამიანებს უთხრა როგორ ხდი მათ ცხოვრებას ბევრად უკეთეს. მართლა. იმიტომ რომ ესე შექმნა ღმერთმა. უთხრა როგორ ქმნის ხვის, როგორ ცვლის ხვის ცხოვრებას ბევრად უკეთესად, იმისთვის რომ რაღაცები რაც შენს გინდა, სხვა ადამიანებს აქვთ და ეს ადამიანები ხარჯავენ თავიანთ რესურსებს ან ცვლიან თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით და თუ შენ აუმჯობესებ მათ ცხოვრებას საუკეთესოდ, ადამიანები დიდი სიხარულით მოდიან და გიხდიან ფულს, თუ კი შენ სხვა საჭიროებებს ჭირდება ფული. არ ვიცი რა შეიძლება, ხვდებით რა სრულყოფილი მარტივი და ამ შემდეგ პროცესია. სინამდვილეში ღირებულებების გაცვლა არის ეკონომიკა არის ღირებულებების გაცვლა, შეგვიძლია ესე ვთქვათ, კი, ბევრი რაღაცასაც ნიშნავს ის სიტყვა და ვიკიპედიაში ესე განიმარტება, გავიგე,
ეკონომიკა შეიძლება განვიხილოთ როგორც ღირებულებების გაცვლა. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ქნა არის ის, რომ ეკონომიკა განიხილო ქვეყნის მასშტაბით, თითქოს ქვეყნის ეკონომიკა, თითქოს რეგიონის ეკონომიკა. არა, ეგორივე სწორია, მაგრამ ინდივიდის ეკონომიკას რატო არ განიხილო? შენს პირად ეკონომიკას არა ღირებულებებს ქმნი, ვის ეუბნები რომ ამ ღირებულებებს ქმნი, ანუ ვის ეუბნები რომ შენი პროდუქტებით თუ სერვისებით შეგიძლია სხვა ადამიანების ცხოვრება გახადო უკეთესი. ინდივიდის დონეზე ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ ვიცი რა ღირებულებებს ვქმნი, რაში ვცვლი, ვის ვუცვლით, რაში ვუცვლი და სანაცვლოდ ამ ღირებულებების სანაცვლოდ მე რა ღირებულებებს ვღებულობ. თუ ასე არ უყურებ, გეგონება რომ შენი ფინანსური სირთულის მიზეზი არის მთავრობა არ არის. შენი ფინანსური სირთულის მიზეზი არის გლობალური დათბობა, არ არის. ეგ ყველა მონაწილე ფაქტორი არის, მაგრამ არა განმაპირობებელი. პანდემიის დროს, როცა ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, ვიღაცებმა ახალი ბიზნესები დაიწყეს, ვიღაცები გამდიდრდნენ. როცა რაღაცა ცვლილება ხდება და ვიღაცა რაღაცას კარგავს, ვიღაცა ძალიან დიდრდება, იმიტომ რომ ახალი პრობლემები წარმოქმნის პრობლემები წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ახლებურად გადაჭრას სხვა ადამიანების პრობლემები. თუ პანდემიის დროს ხალხმა სამსახური დაკარგა, შენ თუ დაჯდებოდი და მოიფიქრებდი, რა შეგეძლო მოგეფიქრებინა ისეთი, რომ სამსახურ დაკარგულ ადამიანებს შეძლებოდა თავიანთი საჭიროებების უზრუნველყოფა. თუ ამას მოიფიქრებდი, შენ იქნებოდი ვიღაცა, ვინც გამდიდრდებოდა. ხო? იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანები, ვისაც ახალი პრობლემები ისედაც წარმოეშვათ, შენ საუკეთესოდ მოუყარე. მაგიტოა ერთი და იგივე პერიოდში ვიღაცა ფულს კარგავს, ვიღაცა მდიდრდება, ვიღაცა გადაკდება, ვიღაცა ელვისის სწრაფით გარბის. სხვა ვარი ერთადერთ რაღაცაში. ადამიანები, ვისაც თავიანთი ინდივიდუალური ეკონომიკა დალაგებული ჰქონდათ, ანუ ყოველთვის ესმოდათ რა ღირებულებები უნდა შეექმნათ და მიეცათ სხვებისთვის, ყოველთვის ცხოვრობდნენ მათზე უკეთესად, ვიდრე ისინი, ვინც უბრალოდ შეადგენდნენ სხვების ეკონომიკის ნაწილს. იმ დღეს ვზივართ რაღაცა სივრცეში და ერთ-ერთი ამბობს, თემა ჩამოვარდა რაღაცა მთავრობის ამბავზე, ეს ხალხი, სოფლის მეურნეობა ესე კი არ უნდა იყოსო, ისე უნდა იყოსო, მთავრობა ამას უნდა შვებოდესო, იმას უნდა შვებოდესო, იმიტომ რომ ხალხი ღარიბიაო. ნახეთ მომა და მე კითხება რომ შენ რას ფიქრობ, ხო ეგრევ და მე ვფიქრობ მეთქი რომ ადამიანი თუ ფულს ვერ შეულობს, მიზეზი არის ის რომ ვიღაც არ ეხმარება, მიზეზი არის ის რომ როგორ იშოვოს ფული, როცა არავინ არ ეხმარება. და როდესაც ვიაზრებთ რა სამყაროში ვცხოვრობთ, ძმაო, ადრე თუ გლეხად დაიბადებოდი, გლეხად მოკვდებოდი, იმიტომ რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდამდე თუ მიწა არ გქონდა, ესე იგი მოგიწევდა სხვის მიწაზე ცხოვრება გლეხად და მხოლოდ იმაში რომ სხვის მიწაზე ცხოვრობდი კი არა და უბრალოდ რომ ცხოვრობდი და რაღაცები მოგყავდა რაც გინდოდა, უნდა მიგეცა პროცენტი მისთვის, ვისაც მიწა ჰქონდა. ამიტომ იყო პერიოდი, როცა თუ მიწა ჰქონდა, იყავი მდიდარი და თუ მიწა არ ჰქონდა, თუ გლეხის ოჯახში დაიბადებოდი, ისე მოკვდებოდი რომ ვერ მოასწრებდი გამდიდრებას, ახლა ვის წაართმევდი მიწას ის ვარ იყავი. ამან ჩაანაცვლა ინდუსტრიალიზაციის პერიოდი. ინდუსტრიალიზაციის პერიოდში შეიძლება მიწა არ ქონოდა, მაგრამ რაღაცა დანადგარი ქონდა, რომელიც ცვლიდა ბევრი მუშახელის საჭიროებას, არც ავად ხდებოდა, არც ის სჭირდებოდა, არც სივდებოდა, არც არავინ ეღუპებოდა, არც ბერდებოდა, კი ხანდახან ფუჭდებოდა, მაგრამ შეაკეთებდი და ადამიანები, ვინც ფლობდნენ ინდუსტრიულ დანადგარებს, ტყუილა ავყვები ამას, ისეთი საინტერესო კავშირი უნდა დაინახოთ, ბოლოს რომ იტყვით, რომ დღეს ტიპი ფულს არ შეულობს, მაგრამ არ უნდა და არ შეულობს. დედას ვიცავ, რომ ბოლოს თუ ამას არ იტყვი, ნახავ. უყურე. ინდუსტრიალიზაციის პერიოდში შენ თუ გქონდა რაღაცა დანადგარი, იყავენ მდიდარი, იმიტომ რომ ადამიანები, ვისაც უნდათ ჭარბი რაღაცების წარმატება, მაგალითად რაღაცის კეთება, მაგრამ ეს რაღაცა უნდათ რომ დანადგარს გაეკეთებინა, მოვიდოდნენ შენთან და შენ გადაგიხდიდნენ შენ როგორც დანადგარის მეპატრონეს გადაგიხდიდნენ ფულს. უფრო მეტიც, შენ შეიძლება გქონოდა ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ბეს რა რაღაცა სიმღერა ან დისკი რაზეც უნდა და ეს ძველი ის რო იყო, რა ქვია ესეთი რა, რომ დაადები რო ტრიალებდა რა. აი ეგ ჩამწერი რაღაცა შეიძლება გქონოდა. და თუ შენაც ამდა მაგარი მომღერალი ყოფილიყო, მაგალითად მე მაქვს ეგეთი ჩამწერი რაღაცა, შენ ხარ ძალიან მაგარი მომღერალი. მოხვედი ჩემთან და მეუბნები რომ შენი სიმღერა ჩავწეროთ ამაზე 1755 წელია, 65 წელია და მე გეუბნები რომ არა, ან ამდენს გადაიხდი, ან უბრალოდ შენ შესახებ ვერავინ, ვერასოდეს, ვერსად, ვერ გაიგებს.
იმიტომ რომ თუ მე შენ შესახებ არ ჩავწერ, არ დავბეჭდავ, არ დაგბეჭდავ, არ დაგხატავ, შენ შესახებ ისე მოკვდები რომ ვერავინ ვერ გაიგებს, ამიტომ ადამიანები ვისაც ჰქონდათ ინდუსტრიული დანადგარები შეუვლებდნენ ყველაზე მეტ ფულს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გლეხის ოჯახში ყოფილიყვნენ დაბადებულები. უბრალოდ ან ეკიდათ, ან გამოეგონებინათ, ან რაღაცა ექნათ და ასე შემდეგ. ეს ის პერიოდია, სადაც წარმოიშვა საჭიროება ამ დანადგარებზე მომუშავე ხალხის. წარმოიშვა საჭიროება ადამიანის, ვინც გააკონტროლებდა მენეჯმენტს, ვინც გასწევდა აი ამ დასაქმებული ხალხის, ვინც რაღაცა დანადგარებზე მუშაობდნენ. ეს ის პერიოდია, როცა ხალხი მიაწყდა მენეჯმენტს და ყველა მენეჯმენტს და რაღაცებს სწავლობდა, იმიტომ რომ ხედავდნენ, რომ თოხის ქნევას ჯობია ვიღაცა 10 კაცს უყურო, 20 კაცს უყურო, ის გააკონტროლო, თუ გეცოდინება როგორ უნდა გააკონტროლო და ამაში იმდენი აიღო, რამდენსაც ბაბუაშენი ერთ თვეში თოხის ქნევით ხებულობდა. უფრო მეტი შეგვიძლია 8 საათზე სახლში იყო, შაბათ-კვირას დაისვენო და მერე პენსიაშიც კი გახვიდე. ეგ ის პერიოდია, როცა პენსია მოიგონეს. უნდა გესმოდეს, როდის რა ფორმით იცვლებოდა დოვლათის წარმოქმნა და როდის სად კეთდებოდა ფული. გზელი ამბავი რომ მოკლეთ, ამას მოყვა სხვა ეპოქა, რაღაცა ტექნოლოგიების ეპოქა, რაღაცის ეპოქა, სულ ერთია. რას რა მოყვება, თავარია ახლა ხარ ეპოქაში, სადაც ვინც გინდა იყავი. რა წარსულის გინდა გქონდეს. შეგიძლია უბრალოდ მობილურზე 30 ლარით ჩართო მთელი თვე ულიმიტო ინტერნეტისთვის და მთელი თვე ულიმიტოდ მთელ დედამიწას უთხრა რას აკეთებ? ხადაობჭო. ცხოვრობ სამყაროში, სადაც ვინ როგორ ტიპადაც გინდა დაიბადე? შეგიძლია გახდე როგორიც გინდა და რაც თავარია, რაც შეიძლება სწრაფად. ტიპები ვინც დღეს ამბობენ, რომ სწრაფად ფული არ იშოვება, გამოცდილება აქვთ შემდეგი. ცხოვრობდით ეპოქაში, სადაც შენ სათქმელს ერთდროულად ბევრს ვერ ეტყოდი და ახლა იმ ტიპს ვეუბნები. ნახე, ცხოვრობდით ეპოქაში, სადაც ადამიანისთვის რო შეთავაზება გაგეკეთებინა, მაგალითად 80 კაცი უყურებს ახლა ლაივს, 77. შეიძლება ზევით წავიდეს, შეიძლება ქვევით წავიდეს, ცხოვრობ სამყაროში, სადაც ერთხელ შემიძლია ვთქვა რაღაცა და 80 ადამიანს, რომელიც აქ საერთოდ არ არის, კაცმა ერთის ვინცად არის, ჩემი სათქმელი ვუთხრა. უფრო მეტიც, ამას რო გავთიშავ, მე დავაჭირო შენახვას და იგივე რასაც ეხლა ვამბობ, იგივე უთხრა ადამიანებს, ვინც ცოტა ხანში მოგვიანებით უყურებენ. და თან ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ჩემი დრო აქ აღარ არის. ანუ მე თუ ისეთ რაღაცას ვეთქვი ამ 80 ადამიანს, რომელიც მე ფულს მომიტანს. შემდეგ ამ ყველაფერს ვაჩვენებ სხვებს იქ სადაც დროს ატარებენ. ეს რაღაცა თუ ისევ ფულს მომიტანს, რატო შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ დღეს გამდიდრება არის რთული, როდესაც ჩვენი სიმდიდრე პირდაპირ პროპორციულია იმ ღირებულებების, რასაც სხვებს ვაწვდით. როდესაც ცხოვრობდით გარემოში, სადაც ერთდროულად ბევრ ადამიანს ღირებულებას ვერ მიაწოდებდი, მე მესმის მაშინ ნელი პროცესი იყო. სიმდიდრე დროში იზომება და რა ფულში, ხო? ანუ მილიონი თუ აქვს ტიპს ნაშოვნი. დიდარია თუ არა? გააჩნია რამდენ ხანში 40 წელი თუ დაჭირდა $2500 თუ ლარი ქონია თვეში ხელფასი. მილიონი კი იშოვა, მაგრამ იმის გამო რომ სიმდიდრე იშოვება დროით და რა ფულით. დიდარი არ არის, იმიტომ რომ 40 წელი დაჭირდა. აბა ამას 1 წელი ვისაც დაჭირდა, ხო ეს დიდარია. რატომ? იმიტომ რომ მალე იშოვა. მალე იშოვა არ არსებობს. ნიშნავს, რომ ადამიანმა მოახერხა დროის მოკლე პერიოდში ბევრისთვის ან ცოტასთვის, მაგრამ დიდი ღირებულების მიწოდება, იმიტომ რომ ფული რომელიც ჯიბეში გაქვს, ან ანგარიშზე გაქვს, ადასტურებს ფაქტს, რომ შენ ოდესღაც ვიღაცისთვის რაღაცა ღირებულება მიგიწოდებია. ფული რომელიც გინდა სხვა ადამიანების ჯიბეშია, სხვა ადამიანების ანგარიშზეა და ეს ადამიანები ამ ფულს ხარჯავენ თუ ხედავენ რომ რაღაცა პრობლემას უგვარებს. და შენ ცხოვრობ გარემოში, სადაც იმისთვის რომ ადამიანებმა დაინახონ რომ პრობლემას უგვარებ, არ გჭირდება სათითაოდ მიუკაკუნო, სათითაოდ შეხვდეს, სათითაოდ დაიბარო სადღაც, სათითაოდ ხელი ჩამოართვა, უბრალოდ გჭირდება ჩართო ტელეფონი. ტელეფონი იკაიფე, ჩართო ტელეფონი და დედამიწას უთხრა რას აკეთებ და თუ დღეს ფულს ვერ შეულობ ძმაო. ტეხავს არა, იმიტომ რომ შენ ფულს როგორ ვერ შეულობ, არა ძმაო, შესაძლებლობას უშვებ ხელიდან მაგას გიხსნით, თორე ფულს შეიძლება იშო დაკარგო წამში. ეგ მაგაზე არ არის საუბარი, შოვნაზეა საუბარი. რა ვიცი, თქვენ თუ არ გაფრთხოვანებთ ეს ამბავი სოციალურ ქსელში თუ მართლა ოჯახის წევრებისთვის ხართ, სოციალურ ქსელში თუ მართლა მეგობრებისთვის ხართ და სოციალურ ქსელში თუ მართლა ნათესავებისთვის ხართ ძმაო. ეგ იგივეა ქუჩაშიც გადიოდე მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იმ ქუჩაზე მეგობარს შეხვდები. თორე არ გადიოდე. იმიტომ რომ სოციალური ქსელი არ არის მეგობრებისთვის, არ არის მეუღლეებისთვის, არ არის დედებისთვის, არ არის მამებისთვის, დედებისთვის, მამებისთვის, სოლებისთვის, არის ჩახუტება ძმაო. ჩაისთან ერთად დაჯდომა, გვერდიგვერდ, მოფერება, კოცნა, გადახვევა,
ეს არის ნათესავებისთვის, ეს არის მეგობრებისთვის, სოციალური ქსელი არის ადამიანებისთვის, ვინც აქ დროს ატარებენ, რაც შენთვის ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს გინდა ცოტა ისე ბევრი თქვა ამ საკითხს, ნახეთ ძმაო. ადამიანს ჭირდება ორი რაღაცა. რაღაცა ახლის გაგება, მაგრამ იმის გამო, რომ ახლის გაგება და სწავლა მტკივნეული პროცესია, იმისთვის, რომ ამ პრობლემამ, იმან რომ პრობლემები აქვს ცხოვრებაში, იმან რომ საზრუნავები აქვს, საჭიროებები აქვს, ამან რო არ შეაწუხოს, ცდილობს ტვინს გამოუნახოს რაღაცა ანესთეზია. გამარჯობა შენი, შემოდის სოციალურ ქსელში და გაჩერდება გასართობ კონტენტთან. შეხედე, გასართობ კონტენტს რამდენი ნახვა გაჩერდება? რატომ? იმიტომ რომ ტვინისთვის ანესთეზია ჭირდება, გააგრძელებს. ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი დამოკიდებულია რაღაცაზე, რაც ყურადღებას გადაატანინებს მისი ცხოვრებიდან, ეს უკვე ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება ისეთი არ არის, როგორც მას უნდოდა და ამიტომ საჭიროებს ყურადღების გადატანას, ამიტომ უყურებს სერიალს, ამიტომ უყურებს უაზრო შოუებს. ამიტომ ატარებს დროს სოციალურ ქსელში და გამარჯობა შენი. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეგიძლია სოციალური ქსელი გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ადამიანებს უთხრა, როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. თუ სოციალურ ქსელში არ ყიდი, აბა სად ყიდი ძმაო? თუ შენი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს სოციალურ ქსელში და დიდი ნაწილი შენი შემოსავლის არ მოდის სოციალური ქსელიდან, გაგიჭირდება რა, ხვდები რა, დრამა რო არ დავდგათ, გაგიჭირდება. თან ნახე რა ძმაო. ცხოვრობ სამყაროში სადაც ისიც კი არ გჭირდება რომ პროდუქტი შექმნა. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, მას შემდეგ, რაც წარმადობის პრობლემა აღარ არის და ჭარბი დოვლათი არსებობს სამყაროში, პრობლემა შექმნა კი აღარ არის, გაყიდვა არის. ანუ შენ ისიც კი არ გჭირდება რომ შენი პროდუქტი შექმნა, შეგვიძლია გაყიდო. სხვის შექმნა. მაგიტო წამოვიდა ამდენი ქსელური ბიზნესი, მაგიტო წამოვიდა ამდენი ფაზაგლების მოლები და შემდეგ. დღეს რო ვიღაცას ესმის რომ ქსელური ბიზნესი შეიძლება ძალიან კაი სტარტი იყოს, იმისთვის რომ, რავი, აზრი მოხვიდე ვაფშე რაღაცეების. ტიპი არ ამბობს რომ იცი რა, ქსელური ბიზნესი ხო ის არის ქვია, რა, პირამიდა. ეკო პირამიდა, მან ფულს ისშოვლობს ვინც თავშია. ზოგადად ადამიანები, რომლებიც რაღაცის თავში არიან, ისინი შოვლობენ ყოველთვის იმაზე მეტ ფულს, ვიდრე ისინი, ვინც ქვემოთ არიან. ასე რომ პირამიდა რაღაცა იმიტომ არ არის პირამიდა არის თუ არა, იმიტომ რომ თავში ვინც არ ყველაზე მეტ ფულს შოვლობს, რაც არ უნდა ბევრ ფულს შოვლობდა Facebook-ზე ყველაზე მეტ ფულს შოვლობს მარკ ზაკენბერგი. რატო? იმიტომ რომ ამ რაღაცის თავშია. ადამიანები, რომლებიც რაღაცების თავში არიან, აკეთებენ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე აკეთებენ სხვები. მან თავში ძალიან ცოტანი არიან. საქართველოს მთავრობის გარდა ყველა სისტემაში თავში უფრო ცოტა ადამიანია, ვიდრე ქვემოთ. იმიტომ რომ რა მთელი სამყარო ესია. ქსელურის მაგალითზე რო ვთქვათ, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრია დაკავებული ქსელური ბიზნესით რა. თუ ერთადერთი მოტივი, რის გამოც ქსელურში იწყებ მუშაობას, საქმიანობას, ისე რომ ფული გამოიმუშავა, ეგ იქნება ყველაზე იაფიანი რაღაცა, რაც შეიძლება ქსელურიდან მიიღო. იმიტომ რომ შესანიშნავი შესაძლებლობაა პროდუქტ შენან დასაწყობებ, სხვისი პროდუქტით ისწავლო მოლაპარაკება, ისწავლო გაყიდვა, პირდაპირ შეთავაზება, ისწავლო ხალხის მოტივირება, ისწავლო სისტემის აწყობა, რომელიც შენ რომ სამუშაო ფულს მოგიტანს. სპარენძავ გითხავ, საინტერესოა ეს ყველაფერი მაინტერესებს აი საშუალო ფენის ადამიანს, ვისაც საშუალო შემოსავალი აქვს, შესაბამისად ბიზნესიც არ აქვს, თუმცა აქვს პატარ-პატარა მიზნები და აქტივობებიც. აი ასეთი ადამიანისთვის რა სიკეთის მომტანი იქნებოდა ეს კურსი, თუ სწავლება რომ გვესაუბროთ ამ საკითხზე. უყურე. სიკეთ იმისთვის რომ პირადად შენ მაგალითად რაღაცამ სიკეთე მოგიტანოს. იმ რაღაცის კეთებით, რასაც აკეთებ, თუ გულისხმობ იმას, რომ გინდა ეს გაყიდო, უნდა ისწავლო, როგორ უნდა გაყიდო ის, რასაც აკეთებ. ადამიანმა ისწავლეს რაღაცეების შექმნა და არ ისწავლეს ამ რაღაცეების გაყიდვა. დაამთავრეს უნივერსიტეტი, ისწავლეს სამედიცინოზე, არიან ძალიან კარგი ექიმები, მაგრამ არ იციან როგორ მოიზიდონ ადამიანები, ვისთვისაც მათ კარგ ექიმობას ექნება ფასი. დაამთავრეს იურიდიული, გახდნენ ძალიან კარგი ადვოკატები, მაგრამ არ იციან როგორ იპოვონ მომხმარებლები, ვისაც უმაღლეს დონეზე დაიცავენ. ორი პროცესია. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, დიდია თუ პატარა, უყურე, ორი რაღაცაა. როცა პროდუქტს ვყიდი, ნახე, უყურე. ამ პროდუქტს როცა ვყიდი, ჩემი მიზანი არ არის, რომ ეს პროდუქტი გავყიდო, ეს პროდუქტი ისედაც გაიყიდება თუ მოვახერხებ, რომ საკმარისი რაოდენობით ადამიანებმა, ვისაც ის პრობლემა აქვს, რასაც მე ამ პრომასტრით ჭრი, მივიქციო მათი ყურადღება და გავაკეთო შეთავაზება, მანამ სანამ მათი ყურადღება მიჭირავს. თუ ამ ორიდან ერთ-ერთს გამოტოვებ, მთლად რო ოქრო
გეჭიროს ხელში, ვერ გაყიდი. ოქრო და დაგიდო წინ. თუ ვერ მიიქცევ იმ ადამიანების ყურადღებას, ვისთვისაც ოქრო ღირებულია, თუ ვერ მიიქცევ ყურადღებას და ვერ მოასწრებ იმის თქმას, ისეთ თქმას, რომ მათ აღიქვან, რომ შენ ოქრო გაქვს, ოქრო რო გქონდეს გასაყიდი ვერ გაყიდი. მიზეზი რის გამოც დღეს ადამიანები თავიანთ პროდუქტებს და სერვისებს ვერ ყიდიან, არის არა ის, რომ ცუდი პროდუქტია. არის ამ ორიდან ერთ-ერთი, არ იციან როგორ მიიქციონ დიდი რაოდენობით სწორი მომხმარებლების ყურადღება და მანამ სანამ ყურადღება უჭირავთ როგორ გააკეთონ შეთავაზება ისე რომ იმ ადამიანმა დაინახოს რომ საბოლოო შედეგი უფრო ღირებულია ვიდრე ის ფული რომელსაც მასში იხდის და უნდა დაინახონ რომ თუ არ იყიდიან ესეც რაც ვიდი უჯდებათ დაინახონ არ ნიშნავს რომ შენ უნდა გამოუგონო ვისთვისაც ყიდვას უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე არ ყიდვას ისედაც ეგეთ ადამიანებზე უნდა ყიდდე შენი საქმე არ არის რომ ტიპისთვის თუ ყიდვას ფასი არ აქვს არ ყიდვას ფასი არ აქვს დაანახო რომ ყიდვას ჯობია რატო რა გასაჭირია მოდი რომ როცა გაყიდვების პრინციპები გესმის სწორად ეს მუშაობს ყველა ეტაპზე მაშინაც კი თუ უბრალოდ სამსახურს ეძებ ნახე რა საინტერესო რაღაცა უნდა გითხრა ნახე მანამდე შენს კითხვას წავიკითხავ სამსახურის დაწყება რომ უნდა ადამიანს ცდილობს ძალიან ბევრს და არ ასაქმებენ მაგაზეც გითხარი როგორ დავსაქმდეთ ეგეთ დროს ნახე რეალურ მაგალითს გეტყვი მე მახსოვს ერთ-ერთი კონსულტაციის დროს ტელეფონის მეორე მხარეს აღმოჩნდა 16 წლის იყო ან 17 წლის იყო ის ბიჭი ბექა ერქვა გვარიც მახსოვს უბრალოდ აქ გავაშკიდებ და მე მახსოვს რომ მე ეგრევე მივხვდი რომ მე რასაც ვასწავლიდი ამ ბიჭისთვის არ იყო ანუ კი იყო კი გამოიყენებდა მაგრამ ფასი რაც ჰქონდა ვერ გადაიხდიდა მაგრამ ძალიან მომინდა რომ ჩემ გამოცდილება გამეზიარებინა კურსი ვაჩუქე და რაღაცა და მინდა დაგვიდე რამაგარი რაღაცა მოხდა ეს ბიჭი მეუბნება რომ თუ სწორად მახსოვს შეიძლება რაღაც დეტალები აღურიო მაგრამ თავარი საქმელი მახსოვს ძალიან კარგად ეს ბიჭი მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე მის სახლთან ახლოს იხსნებოდა მეორე სადგური და გადაწყვიტა რომ იქ კი ვმუშაობო მაგრამ აქაც ვიმუშავებო და უფრო მეტი ხელფასი მექნებაო და როცა მივიდა გასაუბრებაზე ერთი 10 თუ 15 კაცი დამხვდაო რა რომელიც ასევე ჩემსავეთ იყვნენ გასაუბრებაზე მისულები ყველას უკითხესო სად იმუშავია გამოცდილება თუ გაქვს სად იმუშავია გამოცდილება თუ გაქვს გამოცდილება და ჩემამდე რომ მოვიდნენ რომ მეც კითხესო სად მე თუ იმუშავია და გამოცდილება თუ გაქვს ამ ბიჭმა უთხრა რომ უყურეოს გამოცდილება რომ სანქონდესო 3 წამი მჭირდება რამენაირად იმისთვის რომ მივხვდე აქ როგორ ავკრიფო რამდენი ლიტრი უნდა ჩავასხა და ეს როგორ ჩავდო მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემი სამსახურში აყვანის მიზეზი ის არ არის მე ვიცი თუ არა ბენზინის ჩასხმა ჩემი სამსახურში აყვანის მიზეზიო არისო რომ მე მზად ვარ რომ თუ ჩემს ცვლაში თუნდაც 1 ლარი დააკვდება ნავაჭრს 3 ლარი მიაწერეთ და გადავიხდიო თუ მე ცვლაში მიწევს გამოსვლა და 1 წუთს დავაგვიანებ. რამდენ წუთსაც დავაგვიანებ, იმდენჯერ 2 ლარი მიაწერეთ და ხელფასიდან გამომიკელეთ, ან საერთოდ არ მომცეთ იმთვის ხელფასია. თუ აღმოჩნდა რომ მანქანა არის მოსული ობიექტზე, მე აქ ტელეფონში ვარ გართული ან იქ დისტრიბუტორ ბიჭთან ჩამომდგარი რაღაცას საუბრობ. იმ დღის ხელფასი საერთოდ არ მომცეთო. ოღონდ მე 70 ლარზე ვერ ვიმუშავებ. მე ვიმუშავებ 150 ლარზე. და ეს ადამიანი აიყვანეს მენეჯერად. მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანს ესმის როგორ უნდა მიაწოდოს მისი თვისებებიდან, მისი ღირებულებებიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, როგორ შექმნას ისეთი ღირებული რაღაცა, რაც სხვისთვისაც ასევე ღირებული. უყურე და როგორ დაანახოს ეს სხვასაც. უყურე. ნახე რა მარტივი რაღაცა დაინახა. ამ რაღაცას ყვები, იმიტომ რომ სამსახურზე მკითხე და მინდა რომ აი მაგნაწილში დააგვიდე რაღაცას. ნახე, სინამდვილეში როცა დამსაქმებელთან გასაუბრებაზე როცა მიდიხარ. სინამდვილეში მიდიხარ მომხმარებელთან, ვისაც გინდა შეუთანხმდე, რომ ერთხელ აგიყვანოს სამსახურში, ამ ერთხელ აგიყვანოს და მთელი თვე შენ გააგრძელებ მისთვის რაღაცა ღირებულების მიწოდებას და ის გააგრძელებს შენთვის მთელი თვე ფულის გადახდას. ანუ ის იყიდის შენს დროს, შენ იყიდი მის ფულს შენი დროით. მაგრამ ამ რაღაცას ადამიანები აკეთებდნენ მიუხედავად იმისა, რომ იქ დამსაქმებელს შიში აქვს რომ არ მოპარონ, შიში აქვს რომ არ დააგვიანო, შიში აქვს რომ საერთოდ არ მოხვიდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეს შიშები აქვს, ტიპი მზად არის რომ სიტყვაზე გადაიხადოს 100 ლარი მაგალითად. მე თუ ამ შიშებს მოგიხსნი და ჩემს მხარეს გადმოვიტანდი, შიშიანში და რისკიანში თუ 100 და 150 ლარს იხდით, თვეში თუ 1500 ან 2000 ლარს იხდი.
თვეში თუ 5000 ლარს უხდით ტიპს, ვისთანაც რაღაცა შიშები გაქვს. თუ ჩემთან ეგ შიშები არ გექნება, იმიტომ რომ მე მექნება ჩემს მხარეს გადმოტანილი. მე ხო 5000-ზე მეტი ვღირვარ, იმიტომ რომ 5000 უხდი ვიღაცას, ვისთანაც შიშებიც გქონდა. ჩემთან შიშები არ გაქვს, იმიტომ რომ ეგ ყველა შიში ჩემს რისკებად ვაქციე, მაგრამ მე 5000 ლარად არ ვმუშაობ, მე 10000 ლარად არ ვმუშაობ. თავარია გესმოდეს, ვიზეც ყიდი შენს რესურს, მას რა შიშები აქვს, მას რა უნდა შენგან და შეგეძლოს იმ პრინციპების გამოყენება, რა პრინციპებიც ისწავლება გაყიდვებში. ძალიან ბევრი ადამიანია ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე მდგომარეობაში. ანუ სადაც ადამიანებმა, იმიტომ რომ სხვასთან მუშაობა არ უნდათ, ვაის გაექცნენ და ვუის შეეყარნენ იმ გაგებით, რომ ეხლა უფრო მეტი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ არ იციან როგორ დაიწყონ მეტის გამომუშავება თავიანთი პროდუქტებით, სერვისებით და ასე შემდეგ. არ იციან როგორ აქციონ ფულად თავიანთი გამოცდილება, თავიანთი პროფესია. არათუ ის არიციან ერთ-ერთზე როგორ მიაწოდონ, ისიც კი ჯერ იქამდეც ვერ მივიდნენ, რომ ეს ციფრულ პროდუქტად აქციონ და ციფრულ სამყაროში ისე რომ თავიანთ დროზე აღარ იყოს მიბმული, ამან გააგრძელოს სხვებისთვის ღირებულებების მიწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გააგრძელოს შენთვის ფულის მოტანა, შემოსავლის მოტანა. მაგრამ აქამდე ვერ მივიდნენ, იმიტომ რომ ერთ-ერთზეც ვერ ყიდიან, ამიტომ გავაკეთეთ ღონისძიება, სადაც ადამიანებს ვეხმარებით და ვასწავლით, როგორ უნდა მოიზიდონ სწორი ადამიანები. მაშინაც კი როცა საწყისი კაპიტალი არ აქვთ სარეკლამო ბიუჯეტი, არ აქვთ ტექნიკური ცოდნა, არ აქვთ ტექნიკური გამოცდილება, არ აქვთ იმის ფულით, რომ ვიღაცა აიყვანეს მაქვს სოციმედია და დიემერე ამას ან დადო, ან არ დადო, შედეგი არ დადო, ფული მაინც მისაცემია, აქეთ კრედიტით გაქვს დაღებული, ესეთ ადამიანებს ვეხმარებით, როგორ მოიზიდონ მეტი პოტენციური მომხმარებლები. უბრალოდ იმის გამო, რომ მთელი გაყიდვები და მარკეტინგი ეფუძნება ადამიანებთან ურთიერთობის პრინციპებს, იმის გამო, რომ სოციალურ ქსელშიც და ფიზიკურ სამყაროშიც ურთიერთობის კიდურა წევრები არიან ადამიანები, იგივე პრინციპები, რაც რეალურ სამყაროში ურთიერთობაში დებს შედეგს, თუ იქ ისწავლი, არა მარტო იმას დაამუღამებ ერთ-ერთზე როგორ გაყიდო, არამედ დაამუღამებ ერთი ბევრზე როგორ გაყიდო. როგორ აქციო შენი ცოდნა, შენი პროფესია და შემდეგ ისეთ სისტემად, რომ ამან ფული მოგიტანოს. ეს ღონისძიება არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც რაღაც პროფესიას, ან ცოდნას, ან ხელობას, ან ნიჩს, ან რაღაცა უნარს ფლობს. არ არის მხოლოდ ფსიქოლოგებისთვის, არ არის კოუჩებისთვის, მხოლოდ არ არის გაყიდვების მენტორებისთვის, ან ტრენერებისთვის. არის მათთვის, ვინც ნებისმიერი სახის პროდუქტს ქმნის, ან ღირებულებას ქმნის და აქვს პრობლემა, ვერ ახერხებს ამ ხელა კონკურენციაში, ყურადღების კონკურენციაში თან. რა გონია ის ყურადღება? რისი კონკურენცია? ყურადღების კონკურენცია. შენს კარგ შეთავაზებას შენი კარგი შეთავაზება რომ ადამიანის გულამდე ვერ მივიდა, კონკურენცია შენმა კონკურენტმა, ინდუსტრიის კონკურენტმა კი არ გაგიწია. კონკურენცია გაგიწია ბავშვმა რო იღრიალა, მანქანაში რო ის კურიერმა რო რაღაცა გულგასა ახეთქი ამბავი გადმოსცა, ინტერნეტში შევიდა რაღაცა უბედურება წაიგიხა. ეგ ყველა შენი მომხმარებლის ყურადღებას გართმევს, შესაძლოა არის შენი კონკურენტი. მათთვის, ვინც უკვე არის ამ ღონისძიებაზე, სანამ სამდღიან ღონისძიებას ჩავატარებ, სადაც ადამიანებს ვასწავლით 30-ჯერ მეტის მოზიდვას, ვასწავლით ერთ-ერთზე როგორ ილაპარაკონ, ვასწავლით ერთი ბევრზე როგორ ილაპარაკონ, ვასწავლით ერთი უსასრულოდ როგორ გაყიდოს მათმა კომუნიკაციამ თავიანთი პროდუქტები და სერვისები. მარტივ მაგალითს გეტყვი, ნახე, ეს ვიდეო თუ რო ყიდდეს ახლა ჩემს პროდუქტს, უბრალოდ იმიტომ რომ მე ამ ვიდეოს რავი უსასრულოდ გავუშვებ იმ ადამიანების დასანახად, ვინც ჩემი პოტენციური მომხმარებელია, ეს ვიდეო უსასრულოდ მომიტანს მე ფულს. მიუხედავად იმისა, რომ მე უსასრულოდ შრომა აღარ მომიწევს, ამ დროს ვიქნები დაკავებული ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. მოკლედ მივხვდით. შესაბამისად, სანამ ამ სამდღიან ღონისძიებას ჩავატარებთ, მანამდე დაემთხვა ისე, რომ ვატარებთ Sales Ninja-ს. Sales Ninja-ზე ისწავლება შემდეგი საკითხები, ვინც იცის დამეთანხმება. არიან ადამიანები, ვისაც უტყდებათ გაყიდვა, უტყდებათ ფულის გამორთმევა, რაღაც მორიდებულობას ქმნიან, განიცდიან ფულზე საუბრისას, შეთავაზების გაკეთებისას. ამ ადამიანებს ვასწავლით სინამდვილეში, არა კი ვასწავლით, უბრალოდ ეს ადამიანები ეგრევე ხედავენ, რომ თუ ადამიანს აძლევ 100 ლარის ღირებულებას და მას შენთან ეს უჯდება 10 ლარი, ამაში გასატეხი კი არა, ადამიანი უნდა იყოს შენი მადლიერი და გასწავლი როგორ გაყიდო შენი ის ღირებულებები, რაც უკვე გაქვს, მათზე ვისთვისაც ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია, ისე რომ შენ უხერხულად კი არ იგრძნო თავი, პირიქით ეს ადამიანები მადლიერები იყვნენ შენი მთელი ცხოვრება. მარტო მაგალითს გეტყვი, ნახე. წყალი რომ მქონდეს ახლა ჭიქაში და ბოთლში მაქვს წყალი. და ვიღაცა ტიპს, ვინც მითხრა რომ ბიჭო, ბოთლში რო წყალი გაქვს, ხო ჯობია რომ გავყიდოთ. დავაი ძმაო, წავალ გავყიდოთ და დავიწყე ბოთლში წყლის გაყიდვა და ვთქვი რომ ეს ღირს 2 ლარი. ძვირია თუ იაფია?
გააჩნია ვისთვის, თუ ტიპი დინარისპირა ცხოვრობს, აქეთ წყარო ჩამოძვის თავთან და მივედი და ვეკითხები ბოთლი წყალი ხო არ გინდა გუშინ წინ ჩამოვასხი, ორ არადო, მისთვის ძვირია, იმიტომ რომ წყაროსპირა ცხოვრობს. თუ ვიტყვი რომ ყიდი წყალს ძაღლის დასაბანად, თავის დასაბანად, ფეხის დასაბანად, ყვავილის მოსარწყავად, ამ წყალს არ ექნება სუფთა ძაღლზე, სუფთა ფეხზე, მორწყულ ყვავილზე მეტი ფასი, მაგრამ თუ გასწავლი, როგორ აჩვენო შენი წყალი, აი ერთი ბოთლი, ადამიანს რომელიც უდაბნოშია, იხჩობა, შენ კი არ ჩაგიგდია და შენ კი არ აღჭობ, კაცო. უდაბნოშია, იხჩობა, შველაჭირდება და გასწავლი ეს როგორ აჩვენო, იმიტომ რომ ამისთვის რომ ძვირია იმისთვის სიცოცხლის პასია და ის 5,800-ს იხდის. იმიტომ რომ იმისთვის სიცოცხლის პასია. სხვა გზა არ აქვს, სხვა გზა არ აქვს. იმას განიშნავს რომ მომენტით სარგებლობ. ვერ ვიგებ ძმო, თუ მე ვხედავ რომ ვაკეთებ რაღაცას. ერთს რო ვაჭამე, მადლიერია და მეორეს რო ვაჭამე, იფურთხება. მესამე გულს ირევს, ერთისაც და მეორისას დედაცოდრე აგერ კაცი მადლიერია და ამისთვის მოვამზადებ ჩემს ღირებულებებს. არ მეთანხმებით? უბრალოდ ეგეთი ამბავია. სეულს ინჯაზე ვასწავლით, როგორ მოიხსნა გაყიდვის უხერხულობა ძალიან კაპან მარტივად. მეორე რასაც ვასწავლით არის ის, რომ ადამიანები, ვინც მოკლედ ეხლა იდგამენ ფეხს, არ აქვთ იმის რესურსი, რომ დაიქირავონ ვიღაცები, ბევრი რაღაცები დაგეგმონ. შეიძლება ფინანსური რესურსი ჰქონდეთ, მაგრამ მარკეტინგი არის თავიდან ბოლომდე ვარაუდები, ექსპერიმენტები და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება კაი იდეა გაქვს, კაი სერვისი გაქვს, მაგრამ სანამ სწორად მიიტანეს სწორ ხალხთან, შენ ამოგეწურა საწვავი და გაჩერდი. ესე რომ არ მოხდეს, ადამიანებს ვასწავლით, როგორ დაიწყონ ნდობის შენება თავიანთ ინდუსტრიაში, მანამ სანამ ადამიანები მათგან იყიდიან. რატო? იმიტომ რომ ყიდვა დგას ნდობაზე. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ მე ჯერ შენ რაღაცა მოგყიდო და ნდობით განეწყო, მე მირჩევნია ვიცოდე როგორ განგაწყო შენ ჩემს მიმართ ნდობით, მანამ სანამ ჩემგან იყიდი, იმიტომ რომ ბაზარზე თუ მე ვიქნები, ვისაც ენდობი და სხვას არავის არ ენდობი, ჩემთან მეც გადაიხდი. სანდოა მართლა და ამას მე შენ წინასწარ დაგანახებ, ხო ხდები? და შენ აღარ მოგიწევს შენი კარგი პროდუქტების და სერვისების მუდმივი ფასდაგებები და ხახვის ფასად გაყიდო. შესაბამისად, ვასწავლით აჟიოტაჟის ატეხოს. ვასწავლით, ხო გინახავს ჩემი მოსწავლეების გულწრფელი შეფასებები. ალბათ გინახავს. გასწავლი, როგორ კონდეს შენი მომხმარებლების გულწრფელი შეფასებები. არა იმიტომ რომ შეუთანხმდები, უბრალოდ გასწავლი, როგორ მიაწოდო შენი პროდუქტი. ამის ნაცვლად, ვინც იფურთხება იმას, ვინც გიждდება ამ რაღაცაზე და გასწავლი, ეს როგორ აჩვენო მას, ვისთვისაც იგივე ემოცია საჭირო, რომ შენთან საქმე დაიჭიროს. შესაბამისად, ამ ღონისძიების შემდეგ ეცოდინება ხელთ გექნება ბედნიერი მომხმარებლების სოციალური მტკიცებულებები, ვიდეოები, რომელიც გაგიაფებს მარკეტინგულ კომუნიკაციას. გეცოდინება ყველა ის ტექნიკა და ტაქტიკა, ყველა ახლა რა ძირითადი ტექნიკები და ტაქტიკები, რაც თავარია პრინციპების დონეზე გეცოდინება, რომ ერთ-ერთზე იქნება მოლაპარაკება, კლიენტთან საუბარი, პარტნიორთან საუბარი, მეწილესთან საუბარი, ინვესტორთან საუბარი, ვიღაცა მეორე მხარესთან საუბარი, ყველა ეს საუბარი დგას ყიდვა-გაყიდვის ეს ტექნიკები და ტაქტიკები დგას კომუნიკაციის იმ პრინციპებზე, რომელიც ისედაც უნდა იცოდე, სადაც უნდა იყო. და თუ ამას გამოიყენებ გაყიდვებში, აღმოაჩენოს შენი პროდუქტები და სერვისები უფრო შემოსავლიანი ხდება. მოკლედ მიხდი. სულ ეგრე ესაც სეულს ნინჯაზე სწავლობენ და ამის შემდეგ ადამიანები, ვისაც კატასტროფული რაღაცები ჩადენა უნდათ და მართლა დიდი ამბიციები აქვთ, მართლა დიდი მიზნები აქვთ, მართლა უნდათ რომ სწრაფი ნაბიჯებით განვითარდნენ, სამდღიან ღონისძიებაზე ვიწვევთ. ეს არის ტიპებისთვის, ვინც მზად არის, რომ 3 დღე ვერ ვიტყვი, რომ 15 წუთით მოუწევს მოცდენას. 3 დღე უნდა აჩქოს თავის თავს ისეთი, რითიც შეცვლის თავის ცხოვრებას. იმიტომ რომ უნდა ვასწავლოთ, როგორ შექმნას იმ რაღაცებით, რასაც ისედაც აკეთებს, ისეთი ღირებულებები, რომელიც მას ფულს მოუტანს და ვასწავლოთ, როგორ დაანახოს ეს ღირებულებები, როგორ მიიტანოს მათ ყურამდე და მათ გულამდე, ვინც მასში ფულს გადაიხდეს, როგორ გააკეთოს ეს ერთი-ერთზე და ერთი ბევრზე შეთავაზებისას და როგორ გააკეთოს ამის ავტომატიზაცია, იმისთვის რომ რაღაცამ ფული მოუტანოს, მაშინაც კი როცა მეუღლესთან ერთად იქნება დასასვენებლად, მშობელთან ერთად იქნება სადღაც წასული, იმოგზაურებს, ისწავლის თუ რასაც უნდა აკეთებდეს, ექნება რაღაცა, რაც აძლევს მას ფულს. სისტემა ექნება. სისტემის ქონა იმითია კაი, რომ რასაც არ ჩასვენ ამ სისტემაში, ეს სისტემა იმ რაღაცასაც მოიყვანს მოქმედებაში. თუ ყიდი უძრავ ქონებას, იგივეს იზამს იქაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს შეხვედრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისი შემოსავლებით სოციალურ ქსელში ან ფიზიკურ სამყაროში დამოკიდებულია ლიდების გენერირებაზე, ანუ პოტენციური მომხმარებლების მონაცემების შეგროვებაზე. მათთვის იქნება ეს უძრავი ქონება, იქნება ეს ავტოიმპორტი, იქნება ეს იურიდიული მომსახურება, იქნება
რაც არ უნდა იყოს, თუ შენი შემოსავალი უდრის მეტ პოტენციურ მომხმარებელს, აქ ვაფშე რავი აგაფეთქებ. უყურე, მარტივ რაღაცას გეტყვი რა. ტიპებმა იციან, რომ ტბაზე იმიტომ თევზაობენ, რომ ეს თევზი ბოლო ჯამში უნდათ ტაფაზე დადონ და შეწვან. და იმის გამო, რომ ბოლო ჯამში უნდათ რომ ტაფაზე დადონ და შეწვან ტაფით. სათევზაოდ მიდიან ტაფით, იმიტომ რომ ბოლოს მაინც ამაზე უნდა დადონ და ბარემ ამითი დავიჭერთ და ეგრე არ მუშაობს. მართლა გეუბნები, ანუ პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა სულ სხვა პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ თუ გინდა რომ ადამიანებმა შენგან იყიდონ ჯერ პოტენციურები უნდა გახდნენ, გავიგე, მაგრამ თუ გინდა რომ პოტენციურები გახდნენ, ტაფით არ უნდა მიდიოდეს სათევზაოდ. უნდა მიდიოდე ბადით, უნდა მიდიოდე დინამიტით, უნდა მიდიოდე ანკესით, არ ვიცი, ნებისმიერი ლეგალური გზით. ვიცით, ცუდი მოსასმენია, თევზაობა, ის, გავიგე, პრინციპს მინდა რომ მიხვდი, თუ მიხვდი, მითხარი რომ მიხვდი. მე დარწმუნებული ვარ, ეხლა რომ იმ ადამიანების ბიზნესებში ჩაიხედო. ვინც წუწუნებს, რომ მის ბიზნესი შემოსავლიანი არ არის, პრობლემა ექნება მინიმუმ ამ ორ ნაწილში. თუ გაყიდვები არ აქვს, პრობლემა აქვს ამ ორ ნაწილში. ვერ იზიდავს საკმარის მომხმარებლებს, პოტენციურ მომხმარებლებს, ვერ იქცევს მათ ყურადღებას ისე ხარისხიანად, რომ მოასწროს მისი შეთავაზების გაკეთება, სანამ მათი ყურადღება უჭირავს. ან ვერ იზიდავს, ან იზიდავს და შეთავაზება არ უვარდა. მიხვდი? ამ ორივეს როგორც კი გაასწორებ, აღმოჩენო შენი ბიზნესი თურმე გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. იმიტომ რომ საოცარ შესაძლებლობების სამყაროში ცხოვრობ, მე მართლა ამის მართლა გულსხმელად ვქერა. ხანდახან ჩემს ჩანაწერ ვიდეოებში რო უყურებ ძალიან ისეთ სარკასტული და რა ირონიულია. მე მართლა მჯერა ძმაო, რომ თუ გინდა გამდიდრდე, ისე თქვა, თქვენ შორის უმაღლესი, უდიდესი იყოს თქვენი მსახურიო. რაც უნდა გინდოდეს სხვების მსახურებაშია. ყველაფერი რაც გინდა შენს იქეთ არის, ძმაო. ხე რომელიც ნაყოფს ისხამს, ეს ნაყოფი მისთვის არ არის. სხვებისთვის არის. ვაშლი რო ხე იმას ვაშლის ხე რო ვაშლის გამოისხამს, ეს ვაშლი მისთვის საჭმელად არ არის. სხვებს თუ აჭმევს, ესეც გამრავლდება, იმიტომ რომ თუ შეჭამეს ამისი ვაშლი, თესლი ჩაიგრება მიწაში. თუ გინდა რომ გამრავლდე, განაყოფიერდე, რა ვიცი, წინ წახვიდე, სხვების მსახურებაშია, სხვებისთვის ღირებულებების შექმნაშია და პირველ რიგში სხვების სიყვარულშია, იმიტომ რომ თუ გინდა რომ იმ ადამიანისთვის ისეთი რაღაცა შექმნა, რომ მისი ცხოვრება შეცვალოს, საკმარისად უნდა გიყვარდეს იმისთვის, რომ უნდა დაჯდე და დააკვირდე, რა ტკივა, რა უჭირს და იმაზე მეტი იფიქრო ამ გამოსავალზე, ვიდრე თავად ის ფიქრობს, იმიტომ რომ როცა შენ მერე მიხვალ და ეტყვი, რომ შენაც გჭირს, აი ეს გამოსავალი ძმაო შენ ცხოვრებას შეცვლისა, ეს ადამიანი ბედნიერი გადაგიხდის ფულს. ვინცაც ჯერჯერობით ადგილი არ დაგიკავებიათ სეილს ნინჯაზე, გაიჩითეთ, თუ გინდათ, ვისაც 25, 26, 27-ის ღონისძიებაზე გინდათ ადგილის დაკავება. მე გირჩევთ, რომ დაიკავოთ ოფლაინ ადგილი 2700 ლარი ღირს. 3 დღის განმავლობაში გვექნება ოფლაინ სივრცეში კომუნიკაცია არა მხოლოდ იმ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, არამედ ინდივიდუალურად შევძლებთ შენი ბიზნესისთვის გამოსავლის მოფიქრებას, გეგმის შედგენას, არა მხოლოდ მე, გიორგი ბურჭულაძე და ანიკა იაშაღაშვილი, რომელიც თითოეული მათგანი თავის სფეროში არის გიჟი არანორმალური და დასაბმელი. ოფლაინ შეხვედრაზე ყველაფერი ქენით და გაიჩნდეთ. რატომ ამბობ თუ მოახერხებთ? მე არ საუბრობ მათვის ვისაც სჯერა რომ ვერ მოახერხებს. იმიტომ რომ ადამიანები ვინც ამბობენ რომ მას არ აქვს 2700 ლარი რაღაცაში გადაიხადოს, რასაც მის ცხოვრების შეცვლას შეუძლია, აღმოაჩენ არიან ადამიანები, ვისაც 3 ჯერზვირიანი ტელევიზორი აქვს, ვისაც 5 ჯერზვირიანი ტელეფონი აქვს და აშენდა. გაიჩიტე იმ შემთხვევაში თუ გჯერა რომ დიდი ნაბიჯებით და სწრაფად გადასაადგილებლად ხარ მზად. სულ ეგ არის, მაგრამ გაიჩიტეთ. მხოლოდ მაგ შემთხვევაში ოღონდ. მაგის გარდა შეგიძლიათ ონლაინაც დაესწროთ, ჩატში ჩავაგდებ ლინკს იმისთვის, რომ გადმოხვიდეთ და ადგილი დაიკავოთ ამ ღონისძიებაზე და 3 დღე გავატაროთ ერთად საოცარ გარემოში. ეს ის 3 დღე იქნება, რომელიც შეცვლის თითოეული ყოფილი ადამიანის ცხოვრებას ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კი დაესწრება და თუ კი პრაქტიკაში გადაიტანს იმას, რასაც ისწავლის და მოისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ძალიან მარტივი იქნება და ზოგიერთი აბსოლუტური საპირისპირო იქნება იმისი, რაც აქამდე ეგონა სწორი და ეფექტური. იმიტომ რომ თუ ის რაც აქამდე გეგონა სწორი და ეფექტური, მართლა სწორი და ეფექტური რო ყოფილიყო, ეხლა არ იქნებოდა საჭიროება იმისი, რომ ესეთ ღონისძიებას დასწრებოდი. დასწრებოდი ღონისძიებას, სადაც შენი პროფესია, შენი პროდუქტები, შენი სერვისები და შენი გამოცდილება დაიწყებს შენთვის იმაზე მეტი ფულის მოტანას, ვიდრე შენს წინაპარს დაუტოვებია რომელიმე თავისი შთამომავლისთვის და შენ შეიძლება იყო ტიპი, რომელიც დაუტოვებს თავის შთამომავლობას ყველაზე დიდ დოვლას, იმიტომ რომ
საოცარ გარემოში ვცხოვრობ, ძმაო, საოცარი შესაძლებლობების გარემოში. თუ შენ გაქვს რაღაცა კარგი, სათქმელი სხვისთვის. დღეს ვცხოვრობ გარემოში, სადაც შეგიძლია ეს რაღაცა ერთხელ თქვა და ეს ინფორმით მიაწოდო სხვას, რომ ამ ადამიანებმა შენი ნათქვამიდან, შენი მასწავლებიდან, შენი გამოცდილებიდან, სოდნიდან, ხედვიდან, ნიჭიდან და უნარიდან გააგრძელონ სარგებლობის მიღება. ამიტომ ერთს გეტყვი. ჩემზე ძალიან იმოქმედა ერთ დროს ჩემი მეგობრის ანა არგალაძის ნათქვამა, რომ ადრე ალბათ ერთი 5 წლის წინ პანდემიის დროს პირბადების თემაში ვიყავი. მაშინ ვეუბნებოდი, რომ მეთქი ბიჭო, იმდენი რაღაც დამიგროვდა მეთქი მარკეტინგში და გაყიდვებში, ძალიან მინდა რომ მე ვასწავლო მეთქი რა სხვებსაც რო ვასწავლე, ან მაგ მეთქი მუღამი რო სხვებს ვასწავლო მეთქი და მაშინ მითხრა რომ ნახე ერთია რომ მუღამი შეიძლება გქონდესო, მაგრამ მეორეა თუ ეგ ის არის, რაც კარგად გამოგდის და ამას არ აკეთებო, ეს არის ბოროტება სხვების თვალში, იმიტომ რომ შენ იმიტომ არ გაქრო, შენ გაქვს, ეგ იმიტომ გაქრო უნდა გასცე. და ეხლა რომ დავაკავშირე, ვაშლის ხეს რო იყო, ნაყოფს იმიტომ არის ხომ რომ მარტო შემისარგებლო, სხვებისთვის ის ხომ. შესაბამისად, თუ გაქვს რაღაცა, რაც თუნდაც სამყაროში ერთი ადამიანისთვის არის მაინც კარგი, ნუ იქნება ყველა. ერთი ადამიანისთვის თუ არის კარგი. ის ერთი ადამიანი ღირს იმად, რომ უთხრა რომ მე ძმო შემიძლია შენი დახმარება. თუ ამ დახმარებას ექნება ციფრული პროდუქტის სახე, რა პრობლემაა? რა პრობლემაა? თუ ამ დახმარებას ექნება აუდიო ფაილის სახე, რა პრობლემაა? თუ ამ რაღაცას ექნება ვიდეოს სახე, რა პრობლემაა? ძმაო, რა პრობლემაა? ჩვენ წინაბრები რაღაცა სახში რომ პური მოეტანათ, თოხი არ უნდა გაიგდოთ ხელიდან, ვიდეო ვერ ჩაგიწერია. აუდიო ვერ ჩაგიწერია, პოდკასტი ვერ ჩაგიწერია, კურსი ვერ შეგიქმნია. სხვებისთვის ვერ გაგიცემია შენი გამოცდილება, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა ღრიცინებს. მოკლია პატრონი. შენი ერთადერთი პასუხისმგებლობა არის შენი კრეატიულობიდან გამომდინარე, შექმნა მაქსიმალურად ღირებული რაღაცეები სხვებისთვის. შენი ცხოვრება იქნება პირდაპირ პროპორციული იმისით, რომ ღირებულებებს ქმნიდა აწვდის სხვებს.